მეგობრებო, დღეს გვექნება school unboxing-ები და დავიწყოთ. პირველი ამ პარტით დავიწყოთ. მე უკვე ნანახი მაქვს, მაგრამ გუშინ მეყიდა სურპრიზი გამიკეთა დედაჩემმა. ისეთი კარგი რო არ ვიცი რა. ესე იგი სოფელში ვიყავი მე რა 5 დღე იქ ვიყავი რა. მაგრამ გავერთე და ისე რო არ ვიცი, არ დამავიწყდება. და დედაჩემი ჩამოვიდა ადრე რა. აქ საქმეები ქონდა და გამიკეთა ესეთი სურპრიზი და დამხელდა რა ისა. აი ესეთი ულამაზესი ჩასადები. ვიცი ბავშვია, მაგრამ რა ვქნა რა. სათვალე, როგორც ესეთია. ესენი ჩემი ჩადებულია, ესენი ავაწყე ჩემი ხელით. და ეს მძივები მივქეკე, რომ ესენი მენახა, იმიტომ რომ ამას უნდა 7-ში ჩაწყობა. ესე იგი, ერთი რო არ გამომივიდა დავშალე, მეორეც რო არ გამომივიდა დავშალე, მესამეც არ გამომივიდა დავშალე და ბოლოს ავაწყე აი ესეთი ულამაზესი. აქ მაკრატელი არ მაქვს, იმიტომ რომ თაროზე მაქვს, ესე იგი მაკრატელი არ უყიდია, იმიტომ რომ მაქვს. საშლელი. და აქ გვაქვს 3 ერთნაირი კალამი, ფანქრები. ასე. ბლოკნოტი ძალიან მომწონს, რატო იცი? ესეთები აქვს. და ესა და თითო შიგნით ხაზები არ აქვს. ჩვეულებრივი ქაღალდისნაირია რა. ნიანგის ფერადი ფანქრები ძალიან კარგად ხატავს. ეს მქონდა. და უამრავი იგრეული. რა თქმა უნდა, არ ვიცი. მაგრამ აი ამდენია. კაი, განახთ. 2 რუსული სროული. აქ მაქვს მათემატიკის და ქართული სროულები. ესა მათემატიკა, ხაზიანი როულებია რა მათემატიკას და რაღაცებში კი გამოვიყენებ. სხვა საგნებში, რაც მათემატიკის როულია, როულს ეხება. ეს უკვე ქართულია. ეგიც. აი, დედა დამევარი. ეგიც და ეგიც. და ჩვენ ამ თან განახებთ და თან მერე ჩავალაგებთ. ჯარჯარობით აი აქ მილაგდება. უნდა სპარკს დავალაგო. ასე დავალაგებ პარკზე. კარგი, შემდეგი გვაქვს. აქ ორი რაღაცები. ესე იგი, უკვე მეხტერი ჩაცა. ფერადი ფურცლები. და სტიჩის და მისი მეგობრის. სახატავი როული. კლასელი ამას ვნახავთ თან გავაცდებ, იმიტომ რომ სტიჩი უყვარს და სტიჩის თოჯინებს აქვს. ესე იგი უბრალოდ ვთქვათ. თოჯინების გოგოებს რაც შეეხება, თოჯინები შეიძლება ყავდეს, იმიტომ რომ შეიძლება ოთახი გაალამაზრო. უბრალოდ რამე ისეთი არ გიგონოთ, რომ თოჯინა ბავშვი ვარ ან ისა. კაი, ახლა გადავედით ტანსაცმელზე. და ტანსაცმელი მებრძოლი არ მეყიდია, იმიტომ რომ მე მაქვს 700 ტანსაცმელი სკოლისთვის და რაც ძალიან კარგად დამჭირდება, აი ისა. ვიყიდე. აქ მაქვს რეზინები. ესეთი შპილკატრაცა. 2 შავი რეზინა და 2 თეთრი რეზინა. ეს პირველი. და ეს არის თემუდან გამოწერილი რა, დედაჩემმა გამომიწერა
თან ულამაზესია თმაზე და ლურჯი კაბაც მაქვს, რომელიც ამას ესხება და მალე ჩამომივიდნენ თემუდან. კიდე გეტრები ოღონდ შავი და ვარდისფერი და კიდე რაღაცა ჩამომივა. ესეთი გვაქვს. აი, 5 წვილი ნასკი, ჩვეულებრივად განსხვავებულ ფერებში. აი ესეთი და ესეთი. და 2 თეთრის, 1 ლოვესი და 1 გულების. დამაცადეთ. მოვედი. გასაჩვენეთ. რადგან უკვე სიცივეები დაიწყო, მაიკებიც არის საავადმყოფო. ხო, ეს თეთრი ესეთი კოფთა. თეთრი. ასე. და 3 წვილი მაიკა რა. რა თქმა უნდა, იმიტომ სიცივეში კარგია რა. მოსაცმელი. ახლა არ დავიწეროთ კომენტარებში რა. რატო არ გქ კაბები ან შარვალები, იმიტომ რომ გარდერობში მაქვს ძალიან ბევრი შარვალი, კაბა, კოფთა რა. რაც ძალიან დამჭირდება და აი ისინი ვიყიდე რა მოსაცმელი რა. ისე და კიდე გვაქვს კალკოტკები. ესეთი ორი კალკოტკები. კაი, ახლა თან დავალაგებ და თან გისაუბრებ. ხო. მე სავარაუდოდ ძალიან არ გიგონოთ, იმიტომ რომ მაგის ჩანთა გამოყენებული მეოთხე კლასში მაქვს 1 მაისის ეს ჩანთა და დღესაც ამით ვაპირებ წასვლას ხვალ უფრო სწორად, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩანთა ვერ ვიყიდე და თემუდან გამოვიწერე სამიანი ჩანთა, გეტრები და სხვა ასეთი ნივთები. მაგას დავაანბოქსინგებ. სავარაუდოდ ახლა ჩავარაგოთ. წიგნი წინ არ ვიცი, რას ჩავდებ, მაგრამ ჯერჯერობით არა. ეს უნდა ჩავდო მთავარში. ხო, აი აქ უნდა ჩაიდოს ფანქრები. ისე მინდა ჩადება რომ არ გატყდეს რა. ნორმალურად აი ასე. ეს უნდა ჩავდო რა თქმა უნდა როულებთან რა. და მე არ დამი აი აქ აღარ ვიცი რა ჩავდო, იმიტომ რომ ცხრილი არ მაქვს და თლიანად ვერ ჩავდებ აი ამდენ როულს. სავარაუდოდ უნდა ამოვალაგო, იმიტომ რომ არ ვიცი ჯერ როგორ უნდა ჩავალაგო და რამდენი რვეული და ასე შემდეგ. სავარაუდოდ ბავშვებო, უკან ჩავალაგეთ ჩემი ნივთები, იმიტომ რომ სავარაუდოდ არ ვიცი ჯერ ცხრილი და მაგის გამო ვერაფერს ვერ ჩავალაგებ, სანამ ცხრილი არ გაკეთდება რა. და მე ამ დაგიფშვიდობებით. კარგად.